აი ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთი სატრანსპორტო აღმოჩენა, ეს მშვენიერი პაზიკი, რომელიც დგას თბილისში, ერთ-ერთი მეტროსადგურის მიდამოებში, ცაგერი აწერია ესეთ ტრაფარეთზე, ანუ ცაგერს ემსახურებოდა. არ არის ცუდ მდგომარეობაში ეს მანქანა, საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება, რა თქმა უნდა, ხელის შევლება სჭირდება და ისევ იმ მდგომარეობამდე მიყვანა, რომ იყოს სასიამოვნო ამ ავტობუსით მგზავრობა, აი თუ აქ ირეკლება, მაგრამ თუ აი ეს ჩავიჭყიდე და შევიჭყიდე მაგ იმაში სალონში, ეხლა არ ჩანს მტვერია, ხო? მით უმეტეს თბილისში ამ ბოლო დღეებში იმდენი მტვერი იყო, ხო და სკამებიც ადგილზეა, სალონიც არის ნორმალურ მდგომარეობაში, ფარდებსაც გავაკრახმალებდი და გავასუფთავებდი და ფეირი თუ ტაიდი თუ რაც არის, ხო? მაგით გავრეცხავდით არიელში და გადასარევი ავტობუსი იქნებოდა. სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს თბილისში სრულყოფილი ავტომუზეუმი. არის ერთი კერძო და ამ ავტომუზეუმს ჩვენ ძალიან ვაფასებთ და ძალიან გვიყვარს, მაგრამ ავტომუზეუმი თბილისის, რომელიც ასახავდა თბილისის სატრანსპორტო ისტორიას. მე მგონი ძალიან საინტერესო იქნებოდა ყველასთვის, არა მარტო ტრანსპორტის მოყვარულთათვის, არამედ ტურისტებისთვის, რადგან აი ნებისმიერ ქალაქში, გინდ პრაღა, გინდ ლონდონი, გინდ პარიზი, ბერლინი, გერმანიის პატარა ქალაქები, ავსტრია, მოსკოვი, ლენინგრადი, ყველა ქალაქს აქვს ტრანსპორტის ისტორიის მუზეუმი და არა ერთი. აქვთ ფოსტის ისტორიის მუზეუმი, აქვთ რკინიგზის ისტორიის მუზეუმი. სამწუხაროდ ჩვენ კი ვითარებთ ტურიზმს, მაგრამ აი ესეთ ტექნიკურ მიღწევებზე, ხო? როგორიც არ უნდა იყოს, რა დროც იყო ის ტრანსპორტი არსებობდა, ხო? ჩვენ ხომ არ ვიწუნებთ მე-12 საუკუნის ჭურჭელს, ხო, დაუშვათ. ნუ აი რაც იყო, ის იყო. ეგ არის ისტორია. კარგია თუ ცუდია, ეს უნდა მივიღოთ როგორც მოცემულობა. ასე რომ თუ ოდესმე გამოჩნდება ინიციატივა რეალური ან ბიზნესისგან, ან ხელისუფლებისგან ადგილობრივი ხელისუფლება, ხო, ადგილობრივ ხელისუფლებას გულისხმობ და შეიქმნება ტრანსპორტის მუზეუმი, აი ესეთი ეგზემპლარების შეგროვება იქნება აუცილებელი, რათა მოხდეს მე ამ მანქანების აღდგენა და ექსპონატად დადება ამ პოტენციურ შესაძლო მუზეუმში. მანამდე კი მე და ჩემი მეგობრები, ტრანსპორტის მოყვარულები, აი ესე ვეძებთ მთელი საქართველოს მასშტაბით საინტერესო ადგილებს, რომ საინტერესო მანქანებს გადავიღო და ვიდეო არქივი მაინც შეიქმნას ამ ტრანსპორტის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და შემდეგ ვიდეოში კიდევ ერთ საინტერესო მანქანას განახებთ.